ეს ის ხრიკია, რომელიც 99%-მა არ იცით. ძალიან მარტივია, თუ იცით ორი პატარა ეშმაკობა, როგორ შეიძლება შეივსოს ჯადოსნური კვადრატი, რომელიც თუნდაც 25 უჯრისაგან შედგება, აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ 1-დან 25-ის ჩათვლით ყველა რიცხვი და ვერტიკალურად, ჰორიზონტალურად თუ დიაგონალურად რიცხვების ჯამი უნდა გქონდეს 65-ის ტოლი. ამისთვის მხოლოდ ორი პაწაწუნა ხრიკის ცოდნა არის საჭირო. პირველი, რასაც ვიწყებთ, უნდა ვიპოვოთ მთავარი უჯრა, საიდან უნდა დავიწყოთ ამ ჯადოსნური კვადრატის შევსება და მერე მივყვეთ ჩვენს მარტივ ამოხსნის გზას. აუცილებლად შეინახე ეს ვიდეო, რომ არ დაგეკარგოს და გამოიწერე გვერდი, ბევრ საინტერესო ვიდეოს ნახავ კიდევ. პირველი, ვიწყებთ ერთიანის დაწერას. უნდა დავწეროთ 1, 2, 3 და ასე შემდეგ 25-ის ჩათვლით. პირველი ვიწყებთ ერთიანის დაწერით. ერთიანი უნდა დავწეროთ ზედა კვადრატების შუა კვადრატიდან უნდა დავიწყოთ ერთიანის დაწერა. აქ უნდა დავწეროთ 1. ეხლა ეშმაკობა, როგორ უნდა დავწეროთ ყოველი მომდევნო რიცხვი. უნდა გადავიდეთ 1 უჯრით მარჯვნივ და 1 უჯრით ზემოთ და ისე დავწეროთ ეს ჩვენი მომდევნო რიცხვი. 1 უჯრით მარჯვნივ რომ გადმოვიდე, ვიქნები ამ უჯრაზე და უნდა ავიდე 1 უჯრით ზემოთ. მაგრამ ზემოთ უჯრა არ გვაქვს, ამიტომ უნდა ჩამოვიდეთ დაბლა და დაბლიდან უნდა დავიწყოთ ზემოთ ათუა. ერთიანის შემდეგ უნდა დავწეროთ ორიანი. გადავედი მარჯვნივ, ავედი ზემოთ, დავწერე სამიანი. გადავედი მარჯვნივ, მაგრამ მარჯვნივაც უჯრა რომ არა მაქვს, უნდა გამოვყვე აქეთ და აქედან უნდა გავაგრძელო რიცხვების გადათვლა. გადმოვედი მარჯვნივ, ავედი ზემოთ და დავწერე 4-იანი. გადავედი მარჯვნივ, ავედი ზემოთ, დავწერე 5-იანი. ეხლა რა ხდება, როდესაც გადავედი მარჯვნივ, ავედი ზემოთ და უჯრა უკვე დაკავებული მაქვს. ასეთ დროს, როდესაც აი აქ ზედა უჯრა დაკავებულია უკვე, შევსებულია, აი ამ უჯრიდან, საიდანაც ვიწყებთ გადათვლას, ჯერ მარჯვნივ და მერე ზემოთ, ამ უჯრის ქვევით უნდა დავწეროთ მისი მომდევნო რიცხვი. 5-ის შემდეგ ვწერთ 6-იანს. გადავედი მარჯვნივ და ზემოთ, დავწერე 7-იანი, მარჯვნივ ზემოთ დავწერე 8-იანი, მარჯვნივ გადმოვედი და ზემოთ ასვლა ნიშნავს ისევ ქვემოდან გაგრძელებას, დავწერე 9-იანი. გადავედი მარჯვნივ, ანუ აქედან ვაგრძელებ, ავედი ზემოთ და დავწერე 10-იანი. გადავედი მარჯვნივ და ზემოთ და რადგან დაკავებული 10-ის ქვემოთ ვწერთ 11-ს. მარჯვნივ და ზემოთ 12, მარჯვნივ და ზემოთ 13, მარჯვნივ და ზემოთ 14, მარჯვნივ და ზემოთ 15. გადავედი მარჯვნივ, მოვედი აქ. ავედი ზემოთ, მაგრამ უჯრა დაკავებულია. ესე იგი 15-ის ქვემოთ უნდა დავწეროთ 16. ეხლა აქედან გადავალ მარჯვნივ და გამოვაგრძელებ აქ, ავალ ზემოთ და აი აგერ დავწერ 17-ს. გადავედი მარჯვნივ, ავედი ზემოთ, ანუ ჩამოვედი ქვემოდან და ქვემოდან ვაგრძელებ ზევით ასვლას და ვწერ 18-ს. გადავედი მარჯვნივ, ავედი ზემოთ, ეს არის 19, მარჯვნივ ზემოთ 20, მარჯვნივ ზემოთ დაკავებულია. ესე იგი 21 უნდა დავწერო მის ქვემოთ. მარჯვნივ ზემოთ არის 22, 22-ის მარჯვნივ მოვედი აქ, ამის ზემოთ უნდა დავწერო 23. მარჯვნივ ზემოთ არის 24, მარჯვნივ და ზემოთ ვაგრძელებ აქედან და აქ იქნება 25. ეხლა როგორც არ უნდა შეამოწმოთ ვერტიკალურად, ჰორიზონტალურად თუ დიაგონალურად, პასუხს ყოველთვის მიიღებთ ჯამში 65-ს. ასე ძალიან მარტივად შეგიძლია შეავსო 25 უჯრისაგან შედგენილი კვადრატი. მგონი ძალიან საინტერესო და მარტივი ხრიკია იმისთვის, რომ ბავშვებს მეტი мотиваცია გაუჩინოთ სწავლის. დაწერე კომენტარში თუ იცოდი ეს გზა, აუცილებლად გამოიწერე გვერდი და გაუზიარე მეგობრებს. დამიჯერე, მართლა ძალიან ბევრ საინტერესო ვიდეოს ნახავ კიდევ ჩემს გვერდზე.